Today I don't feel like doing anything. I just wanna lay in my bed. Don't feel like picking up my phone, so leave a message at the tone. 'Cause today I swear I'm not doing anything. I'm gonna kick my feet up then stare at the fan. Turn the TV. კაცობრიობა თამამად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. ვინც ყავას სვამს და ვინც ყავას არ სვამს. აქედან კოფეინ დამოკიდებულებად და არა კოფეინ დამოკიდებულება. ანუ შენ თეორიის მიხედვით მე ვარ კოფეინ დამოკიდებული ყავის მსმელი. ისე ვინც ასეთია და ასეთებით ბევრნი ვართ, ზუსტად ვიცით რომ სამყარო ორნაირია. ყავის დალევამდე სამყარო ბაცი, ჯაჯღანა, უფერული მტკნარების სამყარო. და სამყარო ყავის დალევის შემდეგ. ენერგიული, გულითადი, ფერადი და ნათელი. ყველას თავისი ისტორია აქვს, ვინ როგორ და როდის გადაიქცა არაყავის მსმელიდან ყავის მსმელად. შემოხეტებულ წინასწარ განზრახვით მოსულ თუ უბრალოდ გავლით მყოფ სტუმარს არავინ ეკითხება ყავას ხომ არ დალევ. უკეთეს შემთხვევაში დაისვას კითხვა უშაქრო თუ შაქრიანი. ნაირა მოდი დროზე ყავა გაცივდა გოგო. ანა გაგო. ყავა რომ არ არსებობდეს. რაღაცა შეგვინდი, დავლევდი რაღაცას მოვიფიქრებდი. შეკოლად გავადნებდი, ეს ჩაუმატველი ამოვიდა და ყავა. ძალიან მიყვარს. აუცილებლად ყავა კარგია. ეგეთ როგორც ადგება, ეგ პატარა სკამი აქვს, გამოვამ თავის ბალკონში დაიჭირდება ყავა და სიგარეტი. ესაც кайფობს. Black coffee, I'm in trouble. Black coffee, I see double. ყავის მომზადების უამრავი წესი არსებობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სურნელი და გემო. ყველაზე ხშირად რომელ ყავას ამზადებ ხოლმე? ესპრესოს. ესპრესო ყავის მოყვარულებისთვის ყავის მეფეა. ყველა ყავის მზადებისას მთავარი კომპონენტი მაინც ესპრესოა, იმიტომ რომ ამერიკანო არის წყალს პლუს ესპრესო, ლატე, ბევრი რძე პლუს კაფე პლუს ესპრესო, კაპუჩინო ეს არის შოკოლადის სიროფი, ბევრი კაფე, რძე და ესპრესო და ესპრესო არის მხოლოდ ესპრესო. გაყიდვების მაჩვენებლით ყავა მეორე ადგილზეა ნავთობის შემდეგ. ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მილიარდ ფინჯან ყავას მიირთმევენ. ყავის შემოდგომობაში დაახლოებით 1200 ქიმიური კომპონენტია. აქედან 800 არომატული შენაერთებია, რომლებიც მის სუნს და გემოს განსაზღვრავს. ადამიანები თხებს რომ დავმარლოდნენ, იცი? მართლა? ძველ ეთიოპიაში იყო ერთი მწყემს, რომელსაც წავდა თხები. ერთხელ შეამჩნია, რომ ეს თხები რაღაცა განსაკუთრებით აქტიურები და მხიარულები იყვნენ. და აღმოჩნდა, რომ ჭამდნენ წითელ მარცვლებს იმ მცენარიდან, ჩვენ ყავას რო ვეწახით დღეს. ამის შემდეგ თვითონაც გასინჯა ეს მარცვლები და ესე მოექცა კოფეინის ჯადოსნური ზემოქმედების ქვეშ. ჭიქა ყავასთან განსაკუთრებით გემრიელად ირჩევა ნაცნობების და უცნობების ამბავი. ჭიქა ყავა განსაკუთრებულ ინტიმურობას მატებს ორთა შეხვედრას და გადასარევად ნიღბავს უხერხულობას, როცა სათქმელი არაფერია.